ბატონი დავითი უნდა ყოფილიყო დღეს სტუდიაში ჩვენი სტუმარი, მაგრამ ამ უშუქობის გამო ვერ მოვიდა. როგორ ხართ პირველ რიგში? თქვენთან თუ მოვიდა შუქი, იმიტომ რომ ჩვენი სტუმრების ნაწილს არ ქონდა, შემდეგ შუა ეთერის დროს ჩაირთო და ასე შემდეგ, იმიტომ რომ ძირითადად ასე სოციალურ ქსელში შეხმიანებითაც ვამოწმებთ სრულ სურათს, როგორია ქვეყანაში ელექტროენერგიის მიწოდება. მოგესალმებით დიანა, ხობ ეს დღევანდელი ვითარება კიდევ უფრო გაუგონარი და გაუგებარია, იმიტომ რომ რაც მე მომხდა პერიოდში თვალში, სემეკის წარმომადგენელი ამბობს, ხო, რომ რაღაც დაგეგმილ ტესტირებას ვატარებთ ესზე და მე რაღაც ეს მოხდა, არ ვიცი ეს უკვე რა შეჯდება. ანუ აქ რამე მოულოდნელ და გაუგებარ მიზეზზე კი არ არის საუბარი, თვითონ რაღაც რა ვიცი სისტემის მესვეურნი რაღაცას რომ თითქოს აკეთებენ, თურმე აფუჭებენ და არ ვიცი, კომენტარი ზედმეტია უკვე ამ ყველაფერზე. ხო, მე რაც შემეხება, მეც ჰქონდა ჩემი თავგადასავლები, მაგრამ შედობიანად დასრულდა. გითხარით მაინც სახელი არ დაგასახელეთ მაინც, მაგრამ დაახლოებით მოვყევი რომ ფათერაკები შეემთხვათ ჩვენს. არაფერი, ყველაფერი წესრიგშია, უბრალოდ მინდა ვისურვო, რომ ყველა ოჯახში წესრიგია, იმიტომ რომ ისეთი დრო იყო, როდესაც ინტენსიური შესვლა-გამოსვლა სახლებში, არ ვიცი, ბავშვები ქუჩაში იყვნენ, ხალხი ბრუნდებოდა. ამიტომ ის 90-იან წლებს რო ვიხსენებთ, დიანა, მაშინ გამომუშავებული ქონდა უნარჩვევები და გამოგრძმედილი ვიყავით და მეტროს ვირაბებშიც გვივიდია კილომეტრები და ასე შემდეგ. და აღარ გვინდა იმ უნარჩვევების მოbrunება, დაბრუნება და ყოველ რაღაცა საღამო ასეთ ვითარებაში ყოფნა. ხელისუფლების წარმომადგენლების ის ძალიან თითქოს მშვიდი პასუხი, რომ იცით რა ვარიები ყველგან ხდება, ეს მათზე უკეთ ჩვენ ვიცით, რომ კი ეს ცხოვრება ასეა და რაღაცეები წყობრიდან გამოდის. მაგრამ აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი. ჯერ ერთი ის რაც დღეს თავად თქვეს, რომ დაგეგმილ რაღაცას ვატარებდითო და მაშინ უცებ რაღაცა გაგვეთიშაო, არ ვიცი, ბავშვი რაღაცა სათამაშოს რო თამაშობს ელექტროსათამაშოს და ან წინასწარ გავეფრთხილებინეთ, ან სოციალურ ქსელში სემეკის წევრის განმარტება ოფიციალური ინფორმაციად რატომ შეიძლება მივიღოთ, არ ვიცი. რა გაიგეთ ისე მაგ ინფორმაციით? მე ვერ გავიგე ტესტირების დროს საჭირო გამორთვა იყო თუ ტესტირების პროცესში ავარია მოხდა კიდევ ერთი? არა, გამოერთოთ შემთხვევით, თუ არ ვიცი რა მოხდა. გამოერთოთ, ხო. მე და თქვენ ალბათ არ ვიქნებით სწორი რომ კონკრეტიკაში ჩავიდეთ, იმიტომ არ ვიცით ეს საქმე. მაგრამ იმ ხალხმა, ვინც ეს საქმე იცის, მათ ძალიან კარგად იციან, რომ ასეთ ვითარებაში საჭიროა პროფესიონალების დასკვნა და არასუსის შეგზავნა სადღაც ეგრევე. ანუ ეს ერთადერთი ინსტრუმენტი რომ აქვს, რომ პოლიტიკური ოპონენტების ნეიტრალიზება ჭირდება თუ რაიმე თავისივე გახუჭებული საქმის მოგვარება, ვინ უნდა მოაგვაროს სუსი. და მგონია რომ რატომღაც მგონია, კიდევ მეორე დაწუნებდი არაფერს ვთქვი, მაგრამ რაღაც მაგ იმდენი ცოტა არ იყოს ცხოვრებისეული გამოცდილება და დაკვირვება ამ პროცესებზე, რომ ვივარაუდო, რომ დღევანდელი ავარია შესაძლოა იმის შედეგია, რომ სისტემაში პროფესიონალების პროფესიული შესწავლის და ანალიზის ნაცვლად შეუშვეს ანტისაბოტაჟნიკები. ყველგან ხო საბოტაჟი ელანდებათ. ანუ სამართალდამცავების ზედამხედველობა მეთვალყურეობის ქვეშ ნებისმიერი პროფესიონალი ავტობუსის ძღოლიდან დაწყებული ენგუფესის ოპერატორით გათავებული არის 10 მაგ პრესინგში, ხო? რომ ემან ესე იგი ვის რაში გამოიჭერენ და ვის რას უკაცრავად და შეტენიან ამ დანაშაულს. იმის ნაცვლად რომ ეს სისტემა, რომელიც ძალიან სერიოზული რთული სისტემაა და თუ რამე მოხდა, იმისი გამოკვლევა მომხდარიყო მშვიდ და პროფესიონალ წრეებში და ვითარებაში, შესაძლოა ახლა საქმე იმასთან გვაქვს, რომ სისტემის ის ოპერატორები და მუშაკები და ვიღაცები, ვინც გადაწყვეტილებებს იღებენ და იქ მარტო სისტემა არ იღებს წამებში გადაწყვეტილებას, ადამიანები ყოველთვის იქ არიან. ეს გინდა საავიაციო მიმოსვლის რეგულირება იყოს და გინდა ელექტროსისტემა და ასე შემდეგ. ამიტომ ამ რაღაცა ბავშვების ხელში, ვისაც ძალაუფლება ჩაუვარდა და ამითი მანიპულირებენ და ყველგან ერთი და იგივე მეთოდით მუშაობენ და ერთ და იგივე გზით აპირებენ ყველა პოლიტიკური თუ ტექნიკური თუ მართვითი პრობლემის მოგვარებას, აი შესაძლოა დღევანდელი ამბავი ამის შედეგიც. კი ბატონო, ენერგოსისტემაში კრიზისის ნიშანი მართვასთან
ნუ ყველაფერი ალბათ ერთმანეთთან კავშირშია, მაგრამ მესმის თქვენ ახსენეთ, რომ არ ვარ დარგის სპეციალისტიო, მაგრამ დარგის სპეციალისტობის მიღმაც შეიძლება ალბათ დასკვნის გამოტანა. ის რომ პოლიტიკური ლოიალობით და არაპროფესიული ნიშნით, როგორც მივხვდი, თქვენ საუბრობდით, რომ ასე ხდება დანიშვნა ანტისაბოტაჟნიკების, კიდევ რა ხარვეზებს ავლენს და აჩენს ეს უკვე მესამე დიდი გამორთვა. მე მესმის ალბათ თქვენს რომ ამ შექმნილ ვითარებაში ახლა და ამ დროის ამ მონაკვეთში სხვა ინტერვიუ გქონდა თქვენთან დაგეგმილი, მაგრამ ბუნებრივია გადავეწყვეთ. დიახ. დიანა, ეს ყველაფერი სინამდვილეში ძალიან მჭიდრო კავშირში ერთმანეთთან. ნამდვილად. ახლა ხო სამ ელექტროსისტემურ გამორთვაზე ვსაუბრობთ. მანამდე ჩვენ გქონდა მაგალითად ასეთივე სამი ავარიული გამორთვა, როდესაც ერთ და იგივე პირი ჯერ სუსიდან წამოიყვანეს, მერე რაღაცა ჩააბარეს, რომელიც თავიდანვე ვიცოდით რომ იყო შეუძლებელი, გაუგებარი, მოუგვარებელი, დაულაგებელი, იქიდან მერე გამორთეს და ახლა სადღაც სხვაგან წაიყვანეს, რომ იქ ჩაირთოს. და ეს საკითხები, ესე იგი, მოიყვანენ პრემიერად ადამიანს, მერე ესე იგი, როდის მოვა დრო იმისი, რომ ან გააგდონ, ან ფეს ჩასვან, ან და ასე შემდეგ. ეს არ არის მართვა. ეს არის იმ ტიპის სისტემა, სადაც გადაწყვეტილებები მიიღება არა მართვის ობიექტის და მართვის სფეროს ინტერესებიდან გამომდინარე, ამ სფეროს ცოდნიდან გამომდინარე, ელექტროსისტემა ჩააბარეს ადამიანს, რომელიც პარლამენტიდან თუ არ ვცდები, ვადამდე წამოვიდა ეკაცი. ხო, მაშინ ჯერ ეკაბესტერიასთან ჰქონდა რაღაცა დიდი ეპოქა. და ესე იგი, სასამართლო სისტემის და სამართლის საკითხებში რაღაცა გაუგებარი პოზიციებით, გადაწყვეტილებებით, კონფლიქტური ვითარებებით. ანუ პარლამენტში რო არის ვარ ადამიანმა, წავიდნენ და ჩააბარეს მთელი ეს ამხელა სისტემა, რომელსაც ჭირდება სწორედ რომ, არ ვიცი, კიდევ მე რო არ ვარ სპეციალისტი, ვამბობ ამას და ეხლა ამასობაში მაგ წრეში ყველაფრის სპეციალისტია, ყველაფერი შეიძლება ჩაბარდეს, ყველაფრისთვის ზად არის იმავე წამს. ჩაიბარებს, მიიღებს, გაუძღვება. რატო? იმიტომ რომ სულ ზემოდან ეს გაძღოლა და მართვა, წლებია არის სუპერ არაპროფესიონალური, სუპერ დილეტანტური და დაფუძნებული ერთადერთ პრინციპზე ლოიალობა, ანუ იერარქიულად მემორჩილება, ესე იგი მე მისით ამას გავაკეთებ. ახლა იგივე რეგიონული მართვის სისტემაში უამრავი პრობლემაა, უამრავი. მაგრამ ამ პრობლემის მოსაგვარებლად თვითმმართველობის გაძლიერება კი არ იქცა გამოსავლად. არამედ ზემოდან მოდი კიდევ ვიღაცა დავნიშნოთ, რომელიც კიდევ უფრო მოუჭერს ოჟებს, კიდევ უფრო მეტ კონტროლს დაამყარებს, კიდევ უფრო იერარქიულ სისტემას გააძლიერებს. რას მოუჭერს არ ვიცი, შეიძლება მოჭერამდეც ვერ მივიდეს, ახლა გადაიყვანეს სამინისტროში, რომელიც ორ თვეში აღარ იქნება და ორ თვეში რა იქნება, კიდევ ვინ იცის. არ ვიცი, მე ასე ცალსახად ვერ ვიტყვი ეს, ხო, მე ბოლომდე არ და ვერ ვიზიარებ იმას, რომ ვიღაცას კონკრეტული პირის მოშორება უნდა და ამიტომ ესე იგი მინისტრობიდან მინისტრობამდე მიატარებს ისე რომ ვერ იშორებს. ახლა რა მოუშორებელი გახდა, თუ მოსაშორებელია და ვინმეს მოშორება უნდა მისი. აქ ცოტა სხვა ამბებთანაც შეიძლება გქონდეს საქმე. მე არ გამოვრიცხავ რომ ეს მომავალი საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელად მზადდებოდეს პირი, იმიტომ რომ მომავალ არჩევნებში რომელიც აუცილებლად იქნება, ან მალე, ან ცოტა უფრო გვიან, მაგრამ არჩევნები აუცილებლად იქნება და იმ არჩევნებზე გუნდის გამყვანი ხალხი ხელისუფლებას აღარ დარჩა პრაქტიკულად. იმიტომ რომ არიან ადამიანები, რომლებიც სუპერ არაპოპულარულები არიან, ავტორიტეტ შელახულები არიან, ერთმანეთში შიგნით დიდი უბედურება აქვს. ამიტომ მოდი ამ სპეკულაციებს შევეშვები, არ ვიცი, სად მიყავთ, რა მოყავთ. მე ის მაწუხებს, რომ ამითი ის დარგები ზიანდება, რომელსაც ასე არაპროფესიონალურად, დილეტანტურად და არაეფექტურად ვერ მართავენ, ანუ ვერ მართავენ. ეს გინდა უშიშროების სამსახური იყოს, რომელიც მომენტში საჭირო გახდა ვიღაცა, ვინც მოძულებული ადამიანების საქმეებს უცებ მოაგვარებდა და ვიღაცა ციხეში გაუშვებდა, ვიღაცა გახსოვთ, მანამდე სხვა იყო ისიც პარლამენტის სუპერ წარმომადგენელი, რომელიც რამდენიმე თვე გაჩერდა, მაგრამ როგორც ჩანს, იმანის კონკრეტული დავალება ვერ შეასრულა. პოლიტიკური დაკვეთა ვერ შეასრულა. აი ვიღაცამ სხვამ შეასრულა. არა და უსაფრთხოების სამსახური, იმიტომ მინდა რომ მართლა უსაფრთხოებას
უზრუნველყოფდეს. ანრიო ხანაშვილს გულისხმობ. მართლა იმით იყოს დაკავებული, რომ სახელმწიფოს უსაფრთხოებას მინდა სად და როგორ ემუქრება გარედან, შიგნიდან და გვერდიდან ისინი იძიოს, ხო და არა, აქ სხვა პრიორიტეტებითაა. მერე სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაცია გვინდაო, არა და კონსტიტუციაში ყველაზე დიდი ასოებით ეგ თემები წერია, რომ სამართალდამცავ ორგანოებში ის ორგანო დამოუკიდებელია. ის იმას არ ემორჩილება, პროკურორის ის პარლამენტთან ანგარიშვალდებულია. არა, ეხა უცებ მოიფიქრეს მაკოორდინირებელი მინისტრი ამ ყველაფერს. აი, წარმოუდგენელი და გაუგონარი ნაბიჯებია. ამით თელ სისტემას ვნებენ და ამ ეს სისტემა როდესაც მიტრიალებულია იქეთ, რომ რაღაცა სასამართლოებში აწანწალოს პოლიტიკური ლიდერები, გამოაწყოს ციხეში პოლიტიკური აქტივისტები, რაღაც ახლა ჩვენი კერძო მიმოწერებში ეძიონ, მე თქვენ რამე შეურაცხყოფა ხარ მოგაყენეთ, რამე სიტყვით და ამით მე და ასე შემდეგ უბედურებენ. ოპონენტებთან ბრძოლაზეა გადართული სასიცოცხლო ენერგია მთელი სისტემის. ეს არის ერთი დიდი პრობლემის სხვადასხვა ტიპის გამოვლინებები. კიდევ მეორე ეს ელექტროგადამცემის სისტემა რკინა, მანქანა, რაღაცა და რაღაცები ხდება. მაგრამ რომ ხდება, მე იმდენი პროფესიონალიზმი მაინც უნდა ეყოთ, რომ მე ეს აგვიხსნან. იმიტომ რომ ხო შეუძლებელია დარგის პროფესიონალმა ვერ ნახოს რაში იყო საქმე. და თუ ეს ნახა, მე დიაგნოზის დასვას. და კიდევ მეორე, ამათ ერთადერთი მეთოდი აქვს. აი სუსით მართვის მეთოდი, ანუ სპეცსამსახურების, საიდუმლო სამსახურების მეშვეობით, რომ ადამიანები იყვნენ შიშის ქვეშ, ვერ მიიღონ ის გადაწყვეტილებები, რაც მისაღებია და ახლა რეგიონების დონეზე ჯერ ისე რა ხალხი ყავდა და საიდან იყვნენ მოსული ზირთად პარტიული აქტივიდან, მაგრამ იმათაც რომ ჩაყვეს ღრმად ხელები და ფეხები კორუფციაში, იმიტომ რომ ეს მე და თქვენ გითხრეს ზუსტად ახლა ვინც ოდის რა მიითვისა თუ გაათეთრა თუ გააშალა თუ ჯიბეს ჩაიდო თუ საწაიღო და რა გააკეთა. მაგრამ სისტემაში თვითონ ეს ყველაფერი იცოდა. ამიტომ შეუძლებელია რომ რეგიონების დონეზე, ადგილებზე ეს პრობლემა არ იყოს ძალიან მწვავე და ძალიან დიდი. კი ბატონო, მაგრამ ამის მოგვარებას ცდილობენ რითი, რომ მოაკვარახჭინონ საქმე. იმიტომ რომ არჩევნებისთვის ადგილობრივი ხელისუფლებები და მათი იქაური, ასე ვთქვათ, თავიკაცები და თავიქალები მნიშვნელოვანი ხალხია. ეს არის ამოცანა და არა ის, რომ მოსახლეობას სერვისები მიეწოდებოდეს დროულად. რომ არ ხდებოდეს ის, რაც, რა ვიცი, რასაც დავდივართ ლელოს წარმომადგენლები რეგიონებში, სოფლებში, მაშინ ესე იგი ვერ გადადგამ ნაბიჯს, რომ არ შეხვდეს რაღაცა ვითომ გაკეთებული, მაგალითად მოსაცდელი სადგურები ავტობუსის გზებზე, სადაც ავტობუსი არ დადის. კი ბატონო. აქეთში ვინც დადიხართ გზაზე, ცენტრალურ გზაზე, მელაანთან, დახედეთ შუა ცენტრალურ გზაზე, ავტობანზე. მიწის არის ზებრა დახატული. რომ იქ ვითომ ადამიანმა უნდა გადაიაროს, იმიტომ რომ გამოიყო ადგილობრივი ბიუჯეტიდან მოსაცდელი სასაშენებლად, ან 20 მეტრის მოშორებით. სადაც 58 წლის ვარ და ერთელი ცხოვრება კახეთის გზაზე დავდივარ. ორი ადამიანი არ მინახავს იქ, არც ავტობუსის მომლოდინე და არც გაჩერებული ავტობუსი. ამასობაში, აი ამაში იფლანგება ფული. იქ ვიღაცა ცხენის ხორცს აჭმევს ბავშვებს. იქ ეს არის ერთი დიდი მანკიერი. კი ბატონო, რომლის აღიარებაც თავად უწევთ, ანუ ვინმე სპეკულაციას კი არ დააბრალებენ. მათ რისი აღიარებაც თავად მოუხდათ, იმით შეიძლება შეკრიბო, ასე ვთქვათ, სურათი და პორტრეტი მართველობის. კი ბატონო, ასეა. კი ბატონ დავით, მადლობა, ძალიან დიდი მადლობა. რა ვქნათ, არ იყო ჩვენი brალი რომ ვერ მოაღწიეთ სტუდიამდე, რომ აქ უფრო ვრცელი და საინტერესო ინტერვიუ გვინდოდა თქვენთან, მაგრამ იმედი მაქვს, რომ შევხვდებით ისევ სტუდიაში ერთმანეთს. ამასობაში გათიშვის მიზეზებზე განცხადება გავრცელდა და ნახვამდის დიანა, დიდი მადლობა და აუცილებლად შევხვდებით და არა მხოლოდ არაიმდენად სტუდიაში, არამედ ჩვენს ლამაზ აყვავებულ ქვეყანაში, სამშობლოში და სახელმწიფოში. აუცილებლად შევხვდებით. არა მხოლოდ ჩვენი მომავალი თაობა, შვილები და შვილიშვილები. მე და თქვენ და კიდე ძალიან ბევრი სხვა. კი ბატონო, მადლობა.